საუკუნეში მიიღო კანონად რომ შექმნა გაჭირებულთა სახლები, ანუ მიუსაფართა სახლები და ამ სახლებში ხალხს აპყრობდნენ, ნაცნობდნენ და უდენ. ამიტომ ასეთი ისტორიის ხალხი ვარ ჩვენ და თუ იმის გამო რომ 200 წელი რუსეთის იმპერიის ქვეშ ვიყავით და რუსეთის იმპერიაში არაფერი დემოკრატიული არაფერი არ ხდებოდა და თუ ბოლო 70 წელი კიდევ ჩავთვლით რომ ისიც იმპერია და ნახეს რუსთა ინსტიტუტი შემოიღეს და გააუქმეს ინტუჩი. ინტუჩი გააუქმეს. ძალიან მალე გააუქმეს. იმპერიაში იყო. კი, იყო, როგორ არ იყო, მაგას გეუბნები, თუმცა მალე გააუქმეს. უკაცრავად, მე მაინც მინდა რომ ცოტა კრიტიკულად შევხედოთ ამ მოვლენას. კი, ახალწლად. ცნობილი ქართველი ალპინისტი. ცნობილი ისტორიკოსი, ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ, ნაწარმოებების ავტორი. ოპოზიციონერმა სული და ნატური პროტესტანტი ბრძანდები. რომ არ დაგეწყოთ ეს ამ იდეის ბრძოლა დარწმუნებული ვარ არავითარი ამისტი არ იქნებოდა. სისტემა გვაქვს ახინჩი უცნაური რომ თქვენისგან ფანატიკოსების დარწმუნები და შეზახილი და გადადგომის მუხარი და რაღაცის ვარ გაგეკეთებინა სხვა არ მოხდებოდა. რატო გვაქვს ეგეთი სისტემა? რატომ უნდა იბრძოლოთ 1200 წელზე იმისას რომ თუნდაც 2000 კაცი სისტემა რატო არ გვაქვს რომ ყოველწლიურად რაღაცა დოზით რადგან ახალი ქვეყანა ვართ რადგან ესე ვთქვათ გარდამავალ საფეხურზე ვართ ჰუმანიტარული ჰუმანური ესე ვთქვათ მიდგომა პატიმრებისადმი აიმუშავებინა ამ ძალოსილ სისტემას რეჟიმს აი ამ ნაცნობრობას რატომ არ ქონდა ეს პროგრამაში რატომ არ მუშაობენ ამაზე ეგ შეკითხვა ჩვენთან არ არის მაგრამ მე ერთი რამე ვივახციეთო თქვენი ინიციატივა იყო და თქვენი პირადი ჟირი ამიტომ მე ესე დავსვავ საკითხს ჩვენ როცა შევედით პარლამენტში როცა განაცხადეთ რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ გზას და მე არ ვიღებ ხელს ვთქვათ ჩემ ნაკის ვალდებულებებზე რასაც ვიღებდი ვალდებულებებს ჩემ ამორჩევლის წინაშე იყო თუ საზოგადოების ზოგადად წინაშე იყო ზოგი არ იყო ჩემი ამორჩეველი ჩემი თათმინის რაიონი ემართვა და იყო ყოველ შემთხვევაში და სხვაგანაც რა თქმა უნდა სადაც პარტიული სიეთვიტებით გეის მე პასუხისმგებლობის გზნობა გამაჩნია და ამიტომ ამ პასუხისმგებლობის გზნობა ძალიან ვფრთხილდები. როდესაც ადამიანს დაპირდებია მე ვიბრძოლებ შენი უფლებებისთვის აქ და მე აიღებ და დახევ მანდატს მე კი არ ვაგრიტიკებ იმას, ყველა თავის გზა აქვს. შეიძლება ისინი თვლიან რომ ასე უფრო შეიძლება მეტიც მიხდება. მე ვთვლი რომ ასე შეიძლება და მე ჩემი გზა მაქვს. ამიტომ მე არავის კრიტიკოსი არა ვარ. საერთოდ არ მაინტერესებს. ყველაფერს კრიტიკოსი უნდა იყოს. პოლიტიკური გადაწყვეტილებების. მე როგორ არ გავაკრიტიკებ ვიღაცას თუ კი ეხა ხვა ვიღაცა მეტყვის რომ უნდა შემოიღოთ კანონი რომელიც ითვალისწინებს 6 წლის ბავშვები დაჭირა. აუცილებლად გავაკრიტიკებ კი არა, პირადად დავკრიტიკებ შეიძლება, მაგრამ მე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შესახებულობს რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ან პოლიტიკური პარტია მე შეიძლება ვთქვა რომ ეს არ ემთხვევა ჩემ ხედვას მე არ ვემფრახმები ამ იდეას ამიტომ მე გავაკეთო საპირისპირო რომელსაც მე ვთვლი ზუსტად რომ ჩემი თვალსაჩინოდან რომ მე ეს არის გასაკეთებელი მაგრამ მე ლანძღვას სხვისას იმიტომ რომ მან სხვა განსხვავებული გზა ერჩია და ან სხვა განსხვავებული შეხედულება აქვს არ დავიწყებ თუ აქ არ არის ლაპარაკი ეხლა რაღაცა ახლა ბატონო მაშინ ეს შეკითხვას დაგესვათ მე ვისარგებლებ იმით რომ თქვენ ანტიკრიზისული კომისიის ხელმძღვანელი საბჭოს უკაცრავად აი დღეს იყო ძალიან საინტერესო ადამიანი ჩემთან სტუმრად აი უცნაური პრობლემა არის გაკოტრებული ადამიანი დათო ერქვა მას სენაკელი კაცი იყო და მიშა სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო პოემისიო ეს სენაკის სამხედრო პოლიგონის ესე ვთქვათ გახსნაზე ორი კვირა იყო ორი წელი ზუსტად არ მახსოვს დარჩენილი და სასწრაფო რეჟიმშია ხელშეკრულებები დადებული იყო მაგრამ ვითხრეს რომ გადაგიხდით ხულსაო ეს კირქვის ღორღი სჭირდებოდა თურმე რომ დაერდე ხოჭაობიანი ადგილია ყოველთვის იგი ზიდავდა კამაზები თან იმას ბაღოს ფული არ გადაუხადეს ეხლა რაში არის ადამიანი კატასტროფულად გაჭედილი სადღაც 400,000 ლარის ესაო ფავორი წაიღესო მე რომ სასამართლო გიწვია რომ აში მახსოვს გადასახდელიო 7 თუ 9% დიდი თანხა არის აი ეს ადამიანი თქვენ ანტიკრიზისული საბჭოს ლიდერი ბრძანდებით რა გვაქვს ეგეთი კანონმდებლობა რომ თუ კი უსამართლოდ მოგექცა სახელმწიფო თუ სახელმწიფოდან ბაჟი უნდა იყიდოს სახელმწიფო აბსურდია ესე იგი აბსოლუტურად გეთანხმებით მე პირდაპირ გეტყვით სახელმწიფო დააწერა ეს მე პირდაპირ გეტყვით ქვეყანა როგორც არის საქართველო რომელიც
რომელიც 70 წელი იმყოფებოდა ასე ვთქვათ საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა, მე 15 კი არა, უკვე ახლავე 17 წელია ვარ დამოუკიდებელ ასე ვთქვათ დამოუკიდებელ ქვეყნის მდგომარეობაში, თუ ამას დამოუკიდებლობა ქვია, როდესაც მუდმივ ზეწოლას გამისცით რუსეთიდან იქნება თუ ასე ვთქვათ ძირითადად რა თქმა უნდა რუსეთიდან, იმიტომ რომ დაგვაკარგინეს ტერიტორიები წაიღეს და ასე შემდეგ და სხვა ეკონომიური პრობლემები შეგვიქმნა ჩვენი თანამოქალაქეები გამოყარეს რუსეთიდან პირდაპირ აი გამოყრაკია, იმიტომ რომ ჩასვეს საბარგო თვითმფრინავებში ისი უფლებაც არავის არ ქონდეს, არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩასვეს და აი შემდგომში ადამიანს უბრალოდ სისხლი ჩაიქცეს იმ სიმაღლის გამო. და ასეთი მეთოდებით ასე ვთქვათ ჩვენ რა თქმა უნდა ქვეყანაში გვაქვს პრობლემები. ჩვენ რა თქმა უნდა კანონმდებლობაში გვაქვს პრობლემები. მე გეუბნებით არასებობს არასებობს ქვეყანაში არც ერთი ქვეყანა სადაც არ მუშაობს პარლამენტი. ხო სწორი ვარ? დემოკრატიულ ქვეყანაში მე არ ვიცი სადღაც სხვაგან როგორ არის. ხო არის, არა დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტი. მაშინ რისთვის არის იქ პარლამენტი, როგორ ფიქრობთ? იმისთვის არის რომ ზოგიერთი კანონი მოძველდება, ზოგიერთი კანონის საჭიროების გადახედვას, ზოგიერთი ახალი კანონი გარემოიდან გამომდინარე არის გასაკეთე შესაქმნელი და ზოგიერთი კანონი, რომელიც გაიპარა იქნა თუ ასე ვთქვათ არასწორი რედაქციით თუ გამიზნულად თუ გაუმიზნულად. ამიტომ არის სოფლიოში ყველგან შექმნილი პარლამენტი და ის პარლამენტები მუშაობენ და თანდათანობით ხვეწენ თავის კანონმდებლობას. მე ეხლა როგორ უნდა გითხრათ თქვენ რომ საქართველოში არის ისეთი კანონმდებლობა რომ ასე იგი ამაზე უკეთესი მეორე არ არის. ამას ვერ ვიტყვი მე. ვერც როგორც ოპოზიციონერი და ვერც როგორც ადამიანი საერთოდ არ არსებობს. და თუ ეხლა ძალიან ჩავასწრებით ასე ვთქვათ ხელისუფლების წევრები, ისინი არ მგონია რომ თქვენ იმასაც ხო ეხლა ისეთი იდეალურია ჩვენი კანონმდებლობა რომ მეტი არ შეიძლება. ამიტომ ჩვენ ამერიკის საბჭოში შეგვიძლია რამოდენიმე ჯგუფი. ერთი ჯგუფი რომელიც მუშაობს იქ არის დიმიტრი ლორკიფანიძე, იქ მუშაობს გია თაგარეშვილი ძალიან სერიოზულად. იქ არიან იურისტები, რომელიც მუშაობენ სიხის სამართლის კოდექსზე. ეხლა ეს არის გადახდა, ამოიღეთ, გასულ. აუცილებელია ეთანხმები. აქვე არის სასწრაფოდ გასაკეთებელი ჯგუფი, რომელიც მუშაობს შრომის კოდექსზე, რომელიც არ შეესაბამება ევროსტანდარტებს. აქვე არის გასაკეთებელი საარჩევნო კოდექსი. ჩვენ მოვიწვიეთ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეს და მოვისმინეთ რა რეფორმებს აპირებენ უზენაეს საბჭოს სასამართლოში. და იქ ხოთაშორის ძალიან დიდხანს ძირდებოდა შეხვედრა და ჩვენი რამოდენიმე 4-5 შენიშვნა იქვე იმ წუთშივე გაითვალისწინეს და ასე ვთქვათ არაფერი განსაკუთრებული ამერიკა ჩვენი არ მოგვიჩენია, მაგრამ იყო რაღაცა საკითხები, რომელზეც შენიშვნები ქონდა და გაითვალისწინეს. რა თქმა უნდა ჩვენ დღეს ასე ვთქვათ შედეგი აი ამ საუბრიდან დღემდე შედეგი თვალწინ არ გვიძებს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უახლოეს პერიოდში მოვიწევთ ისე უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს და ნახავთ რა ეტაპზეა, როგორი ტემპებით მიდის ეს და ამიტომ ამ საკითხებს აუცილებლად მიუბრუნოთ, ხო უნდა? ამიტომ ეხლა რა მინდა გითხრათ? ეს ყველაფერი ეხლა ჩამოგითვალეთ. გარდა ამისა, არის ცალკეული საქმეები და ბატონო დავით, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, დღეში შემოწა 100 წერილი. თუ არ გინდა პარლამენტში ნახეთ რამდენი და არის აბსოლუტურად უმეტესობა მათგანი არის ინდივიდუალური წერილები. ჩვენ წერილს რეკომენდა დღეში 100 წერილს პასუხობთ და გზავნით სხვა სამინისტროში. რა გითხრათ კოლონიიდან გათვალისწინებელ მადლობას გიხდეთო. და ძალიან ბევრი მოგიდაგერო. მადლობას მაშენარე გამოგიწევთ და ნამდვილად ეს არ არის მე არ ვთვლი რომ მე ვარ ეხლა ინციდენტის მე ისეთი რამე გავაკეთე რაც დავთვალე არ მევალებოდა და გავაკეთე. მე ფიქრობ რომ ჩემი მოვალეობა იყო რომ რაღაც კარგი ანუ დიამოდით შემომასწრებინეთ მაყურებელი გისმენ დიახ ეფესკას აყურე გაიკეთეთ გისმენ დიახ ბატონო დავით მირესალმებით თქვენს სტუმარს ბატონო გია მე პირადად ერთ რიგით ქართველს ძალიან მტკივაგული იმაზე რომ თქვენისანა უღირს ადამიანს უკრავდი ოპოზიციის მიტინგებზე წავს თქვენს საქართველოს სივრცილს დიდი მადლობა ხალბატონო და გავეთიშა არაუშავ აგი ხალბატონი ბრძანდებით რომ გულახსნილი ხართ მაგრამ